სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1980 წლის 3 თებერვალს. შემდეგ კითხვა ეხება შაბათის დაცვას. ამაზე ადრეც ვისაუბრეთ, შეგიძლიათ მოიძიოთ და რამოდენიმეჯერ ახსენა ბატონმა ჯონმა მეშვიდე ადვენტისტები, რომლებიც ამას იცავენ, რომელი ცნებაც ერთ-ერთი მცნება არის 10 მცნებაში. და აი აქ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ამოტივდიდა, იყო 10 მცნების დაცვით სულის ხსნა. და საერთოდ მოსეს კანონი, მოსეს რჯულით და იმ წუთში ჩვენ გვახსენდება ჩვენი გარემო, ჩვენი სივრცე, მართლმადიდებლური სივრცე, ქართული რელიგია, სადაც ასევე ცდილობენ მცნებებით გადარჩენას და სულის ხსნას. და არაფერი არ გამოდის და წყევლაში იმყოფებიან. როცა შენ ღმერთს არასწორად ეთაყვანები და არასწორად გინდა რომ მას ასიამოვნო. მას არ უთქვია რომ ჩვენ 10 მცნების დაცვით გადარჩევით. ეს კარგად უნდა გავიგო და კეთილის საქმეებით და რაღაც საზვერებით, მარხვებით და იმეებით. აქცენტი ამაზე რაც არ უნდა მიმტკიცონ. მახსოვს ერთ-ერთი მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც Facebook-ის ეს ეგრეთ წოდებულ მეგობრებში იყო, რაღაცაზე გამინაწყენდა ჯონ მაკარტურის იმას რო თარგმნიდა, ესე არ არის. არა, ჩვენ ესე არ აქვს. გესმით? იმიტომ რომ მესინი ყოველთვის მოძებნიან მათი წინააღმდეგობრივი ლოგიკა აქვთ მათ და გავს ეს მარქსისტულ ლოგიკას. თუ თანმიმდევრული არ არიან ისინი. და შეიძლება ვიღაცამ გამოგიქიოთ თეოდორ გიგნაძესნაირმა ან გურამ ოთხოზორიესნაირმა და მოგიტანოთ რაღაცა მსგავსება, როგორც პროტესტანტებშია. მაგრამ ესე არ არის ნაყოფები და ყოველდღიურ ჩვენ ქმედებებში ხედავთ, რომ შეზავებულია და დამატებულია ხსნაზე, უფასო მადლით ქრისტეს რწმენაზე. ხო, დამატებულია კიდე რაღაცეები. აღარ აქვს მაგას მნიშვნელობა, ხო? თუ თავი ის ფაქტი, რომ გვეუბნებიან, რომ მღვდელი არის გამტარებელი, ხო, იმ ცეცხლისა. შენ მღვდელთან უნდა გქონდეს ურთიერთობა, ეს უკვე დარღვევა არის. ებრაელთა წერილის იგნორირება არის. და აი როგორც მეშვიდე ადვენტისტები ესე ახირებულები არიან, აი ეგრე ახირებულები არიან და იმიტომაც იტეხავენ თავზე. დამიცახელეთ ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა, რომ გაწყობილი იყოს და მან პრობლემები არ იყოს. თვით აქედან დავინახავ ჩვენ ბევრ ფაქტს და რატომ არის მართლმადიდებლები ადამიანები, ხო? რომ ესე რა ქვია, თავს იკლავენ როგორც მუსლიმანები, რომ წავიდნენ ისეთ ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად პროტესტანტულები არიან. ხედავთ? და მე ამაზეც ფიქრობდი კიდევაც მუსლიმანები, ნახეთ როგორი მდიდრები არიან, იცით, ქათარში 20,000-ია თუ არ მეშლება, 2,000-ია წელიური დახმარება თვეში. ხო, ყველას, აბსოლუტურად ყველას ეძლევა და მე მახსოვს ეს საუდი არაბეთსაც რომ მეუნებოდნენ სახლს, მანქანას თავის ძროზე მერსედეს უყენებდნენ და ალბათ ემირატებშიც ესეთი მდგომარეობა, მაგრამ ნახეთ, არავინ არ მიდის იქ საცხოვრებლად. ხო, გარკვეული ნაწილი მიდიან სამუშაოდ, რაღაც დროის გასატარებლად, მაგრამ თვით აი იაპონია რო იაპონია, მე თუ მკითხავთ, უნდა დასვათ კითხვა, რომ რატომ არის რომ ადამიანები იქ ბევრი შეიძლება თვითონ ვერ გაჩერდა იქა. მაგრამ ნახეთ, როგორ აწყდებიან და რიგებია. იცით რომ 10 წელიანი რიგებია ზოგან, 10 წელი ელოდება ხალხი ემიგრაციას კანადაში, ავსტრალიაში და ამერიკის შეერთებული შტატებიც იზიდავს, რა თქმა უნდა, ძალიან. რატო აი კითხვა ხომ უნდა დაისვას რატო? მე გეტყვით რატო? იმიტომ რომ ეს ქვეყნებია იქ, სადაც ადამიანების ყველა უფლებები შედარებით ამ დედამიწაზე დაცულია მიუხედავად შენი მუსლიმანობისა და მუსლიმანს არ იცავს თავის ქვეყნებში, ხო? და აქ მოდიან და აქ იცავენ მათ უფლებებს. აღარ ვლაპარაკობ საერთოდ რა ვიცი, რელიგია გაჯეჯილდა. გაჯეჯილდა კანადაში რო ნახოთ მუსლიმანები, ალბათ ყველაზე მაგრა კანადაში არიან. ვერ ვიტყვი ავსტრალიაში ესე მაგრა. იქაც არის ძალიან დიდი მუსლიმანური თემი, ძალიან დიდი ლიბანელები არიან ძირითადად და პაკისტანელები მე რაც ვიცი. და აქ როგორ ვითხავთ, ინდოელი მუსლიმანები, ავღანელები, აი სადაც ჩვენ ცხოვრობთ, მე სადაც ცხოვრობ, აგერ გვერდზე არის ცენტრალური მათი მეჩეთი და უნდა ნახოთ როგორ არიან რა, კარგად გძნობენ თავს და ჩემი თანამშრომლები ყველანი, აი არ ვიცი, აუგი მე არ მომისმენია კანადაზე, გარდა რაც ხდება ხოლმე ცოტათი ისეთ გამოვლენა. თვით ლიბერალურ პარტიაში, აი ჩემს უბანში, სენატორი არის უკვე მესამე ეს არის ხო? ესე იგი 4 წელიანი არჩევით მესამე ჯერ აირჩიეს თუ არ მეშლება თუ ირჩევენ ახლა კიდე პაკისტანელი ხალი არის, ხო?
წარმოიდგინეთ და ლიბერალებში, განა კონსერვატულ პარტიაში, ლიბერალურ პარტიაში, ტრუდოს პარტიაში, სადაც LGBT-ს ყველა ვერ შევარიგე ესმე. გესმით? მაგრამ ხო ხედავთ, იმიტომ რომ მათ კარნახობს ეს ინსტინქტები, გადარჩენის, ეკონომიური და მე მახსოვს ერთმა კოპტიკელმა ჩემმა თანამშრომლმა რომ მითხრა რომ იციან ამ ხელა ფულს აკეთებენ ეგენიო და ამას არ დათმობენო. ყველაფერს დათმობენო, ამას არ დათმობენო. იმიტომ რომ ძალიან მაგარ ფულს აკეთებინებენ. ხედავთ როგორია კანადა, მიდი მოგრთამე ესენი და ხმას ვერ ამოიღებენ და თვითონ ჩაკოლამენო, ვინც აგრესიული ტერორისტი გამოჩნდება. თვითონ ინსტინქტები უკარნახებს. არ არის მაგარი? და ახლა ცდილობენ რა თქმა უნდა ამათ აქ ჩაფიქრებული რომ გამრავლებით იმას აკრა დაიპყრონ დასავლეთი, მაგრამ ეს ხო იცით აი არ გამოვა. არა, უმალ გალიბერალდებიან რომ ანტიქრისტე მიიღონ, ასე რომ მე არ მაშინებს ეგ ციფრები ვიღაცები რო წერენ ევროპაზე, იმაზე, არა, გადახედეთ სოფლიო სტატისტიკას და მიხვდებით რომ ჯერჯერობით ქრისტიანები დომინირებენ ამ საკითხშიც. მიუხედავად იმისა რომ გამრავლება ქრისტიანებში ნაკლებია, თუ არ ავიღებთ კათოლიკურ ოჯახებს. ხედავთ? ეს ფაქტია იმაზე, ხო, არც 4 ცოლები ყავდა და არც ისინი, როგორც მუსლიმანებს, ესე რო ცდილობენ, რომ გამოიყენონ ეს სისტემა, როგორ ღმერთი არის და ღმერთი ამ იმას, ყალბი მას გამოაყენებინებს, როცა ყველამ უნდა მიიღოს ანტიქრისტე, ხო? ესე რომ მათი ცდილობა წარუმატებელი. ეს რატო ვთქვი, რომ აი ესეთი დამახინჯება ახლა, რასაც საქართველოშიც აქვს ადგილი, ხო? ყველა ნაბიჯზე თქვენ თუ ბიბლიას კარგად შეისწავლით, მიხვდებით, რომ რაში არის პრობლემა. და ეს ერთ-ერთი კაი მაგალითი იყო ახლა. მოდით მოვისმინოთ, მე ესე დავასათაურო. სწორია, რომ მეშაბათეები, ანუ მეშვიდე დღის ადვენტისტები, მეშაბათეებსაც უძახიან მათ, იცავენ ამ დღეს. პიროვნება, რომელიც კითხვას სვავს, ორ კითხვას სვავს, ჯერ ერთი უნდა თქვა, რომ დაბნეული არის. მეორე მე მინდა აქედან კიდე დამაფიქრა ამ იმას, რომ ახლა ჯონ მაკარტური იჩენს ხოლმე დიპლომატიას და არ უსწორებს, მაგრამ მეც მახსოვს, ხო, როცა შეებმევი ხოლმე ადამიანებს, არ არის საჭირო შებმა და კრიტიკა და რაღაცეები იეღოველებთან, მეშაბათეებთან, მე არ მიმაჩნია სწორად, ხო? როცა იცი რომ შენ წინაშე ესეთი გამყარებული ისინია, არა, თუ მოგივარდნენ სახში, დაიცავ სახლს, ანუ შენ კათედრას ან შენს თანამეგობრობას როცა მოიცნო. ის ეხლა რომ გახვიდე და ადამიანებს ეკამათო, ხო, ეს არ არის სწორი, ის არ მე მგონი არანაირად სწორი არა. თუ ადამიანს აქვს წყურვილი და ჭოჭმანობს, სხვა საკითხია რომ გააგებინო და ის რომ ეხლა ეკამათო და თვითონაც ეს პიროვნება დაბნეულია და დაავიწყდა, თუნდაც კითხვა და ისა და ამიტომ მე გავყავი ორი კითხვა ქონდა მას და თქვენ თვითონ შეამჩნევთ კიდევაც თანაც რომ აჩერებინებს ხოლმე და ეჩრება ჯონ მაკარტურს, ესეც ჩანს იმაში და მე ვტოვებ ამას. შემიძლია გადავახდე და შევკრა, მაგრამ მე ვტოვებ ამ დიალოგსაც, რომ თქვენ წარმოდგენა იქონიოთ და ჩვენ არ მიბაძოთ ესეთ ადამიანებს. იმიტომ რომ პირველი რაც მოგდის, როცა გაიგებ რაღაცას, გინდა რომ სხვას უმტკიცო და სხვას გააგებინო. და მე მგონი ეს არ არის სწორი. მეც გამივლია რაღაც გარკვეული ესეთი ეტაპი და მე ხვდებოდი, რომ მე თვითონ არ ვიყავი კიდე შვიდად და წყნარად. შვიდად და წყნარად რო ხარ, შენ მოიპოვებ საგანძურს, ხო? და შენ რო გაიმარჯვე და ჩემპიონი ხარ, ხო? აღარ უმტკიცებს სხვას და აღარ გიშლის ნერვებს ვიღაცა თუ რაღაცას გაუგებრად ამბობს, ხო? ასე რომ ვინც ამტკიცებს რაღაცას, მან კიდე კარგად არის ის რა არის ეს. აი მოვუსმინოთ ახლა ჩვენ ამ პიროვნებას და მიხვდებით რაზეც ვლაპარაკობ. ჯონ მაკარტური ამბობს, დიახ, აქედან დავიწყებთ და გადმოდის მეორე მხარე, სამი მიკროფონი აქვს და პიროვნება ამბობს, უი, კინაღამ დამავიწყდა, რის თქმას ვაპირებდი და ჯონმა უთხრა, მე მგონი იმიტომ რომ თქვენ დიდი ხანია დგახართ, გინდათ რომ სხვასთან გადავიდე და მე ისე თქვენთან დავბრუნდე. არა. კარგით, გისმენთ. და კითხვის დამსველი. ვფიქრობ რომ ეხლა გამახსენდა. ორი კითხვა მაქვს, ბოლო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ კითხვაზე პასუხს გამცემი, მხოლოდ თქვენ ახართ ჯონ. კარგით. ასე რომ პირველი არის ის რომ თუ ვწდები მინდა რომ გამისწოროთ. მე უპირისპირდებოდი რამოდენიმე პიროვნებას მეშვიდე დღის ადვენტისტებიდან და იცით რომ ისინი ყოველთვის კამათს იწყებენ შაბათის დღის დაცვით. და ბოლოს ეს მე გავაკეთე სამშაბათს, გონი სამშაბათს ქონდა მათთან საუბარი, ერთს ველაპარაკეოდი და მეორე პიროვნება მოვიდა მის დასაცავად და მითხრა რომ მეშვიდე დღე თქვენ აუცილებლად უნდა დაიცვათ, რადგან ეს 10 მცნებიდან ერთ-ერთი არის, რომ შაბათი უნდა დავიცვათ. და თუ მე უარყოფ შაბათს და არ ვინახავ მას სპეციალურად გამორჩეულად, ხო? ეს ნიშნავს რომ მე ვაღიარებ რომ მე არ შემქმნილვარ მეშვიდე დღეს, რადგან ღმერთმა შექმნა ადამიანი მეშვიდე დღეს. და მე უთხარი რომ ის ცდებოდა, მაგრამ მე რაც მოვისმინე და ჯონ მაკარტური აწყვეტინებს. არა,
ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი მეშვიდე დღეს. მან შექმნა არა, ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი. დიახ, მართალია, მეც ამას ვამბობდი. მე-6 დღეს შექმნა ღმერთმა ადამიანი და მე-7 დღეს დაისვენა. ეთყობა თქვენ აგერიათ. მიდით გააგრძელეთ და კითხვის დამცველი აგრძელეს. რაც გავაკეთე ეს იყო. მან რაღაც წმინდა წერილიდან ადგილი მოიტანა, მე შემდეგ მე მეუთითე და სახეზე ავაფარე და სამჯერაც უყვირე. და უთხარი რომ თუ ის შაბათს იცავს, მაშინ უნდა დაიცვას 10-ვე მცნებაც, სხვა 9 მცნებაც და თუ ის ვერ დაიცავს, ის დაწყევლილია, რადგან მოსეს კანონით ვერცერთი ხორციელი ვერ გავართლება. და მე ვფიქრობ, შემდეგი ეს იყო წმინდა წერილი, რომელიც ამბობს, რომ თუ ჩვენ გვინდა კანონით რჯულით გადარჩენა, ჩვენ დაგმობილი ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენ ამითი უარყოფთ ჯვარს და რაღაც მსგავსი მე ვფიქრობ. და ჯონ მაკარტური, დიახ, რა თქმა უნდა, ეთანხმება. და კითხვის დამცველი აგრძელებს. მე არ ვიცი სწორი იყო თუ არასწორი, სწორედ ამას ვცდილობდი. დიახ, თქვენ სწორი იყავით, ჯონ მაკარტური იწყებს ახლა. დიახ, სწორად მიუთითეთ, დიახ, კანონის დაცვას თუ აპირებთ, მთელი კანონი უნდა დაიცვათ. არა მარტო 10 მცნება, მთელი მოსეს რჯული კანონი უნდა იქნას დაცული. და თქვენ საერთოდ არ ღვევთ კანონს, იცოდეთ, კანონს საერთოდ არ ღვევთ, როცა იწყებთ მისით ხსნას, სულის ხსნას. და თუ თქვენ სადმე დაარღვევთ მას, ჩათვალეთ, რომ დასრულდა თქვენი სულის ხსნა და უკვე წარწყმიდეთ იგი. დიახ, მართალია, ჯონ, ამას ვეუბნებოდი მეც. დიახ, ეს არის მთელი აზრი, აგრძელებს ჯონ მაკარტური. ეს არის ის, რაზე ჩვენ საუბრობდით, როცა ვიხილავდით რომელთა წერილის მეათე თავს. მოგეხსენებათ, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელი ღვთის სიმართლის და ჭეშმარიტების უცოდინარი აპირებდა საკუთარი სამართლის და სიმართლიანობის დამკვიდრებას. და რა თქმა უნდა, მათ ეს ვერ გააკეთეს, რადგან მათ არ შეუძლიათ, არავის არ შეუძლია მთელი კანონის დაცვა. და გალატელების მესამე თავიც ამაზე ამბობს, ვინც არ ღვევს კანონს, დაწყევლილიაო. დიახ, მართალია, ჯონ, ამას ვეუბნებოდი მეც. და ჯონ მაკარტური აგრძელებს, ასე რომ თქვენ იცით, ეს არის ჭეშმარიტება. თუ გინდა გჯეროდეს, რომ კანონის დაცვით გადარჩები, თქვენ ნამდვილ ჭირში ხართ და ნამდვილ უბედურებაში ხართ, რადგან მას თქვენ ყველგან არ ღვევთ. თუ საქციელით არა, ფიქრით არ ღვევთ. ამითი შენ უკვე გამოითოფე საკუთარი თავი. და კითხვის დამცველი ისე აწყვეტინებს ჩვენს და აგრძელებს. დიახ, რასაც მე ვამბობ, მე უბრალოდ ისით მე უთხარი მას, მან მომიყვანა საღვთო წერილი, რომელიც მე უბრალოდ ახლა არ მახსენდება, რომ ხორცი გამართლებულია კანონით და შემდეგ მე უთხარი, რომ ის თავად ციტირებდა წმინდა წერილს და არ ესმოდა რას ამბობდა. და სწორედ მაშინ გითხარით და სწორედ მაშინ უთხარი, თუ თქვენ ცდილობთ დაიცვათ შაბათი, რომელიც 10 მცნებიდან ერთ-ერთია, მაშინ უნდა შეასრულოთ 10-ვე მცნება და შემდეგ ყველა კანონი დაიცვათ. და ჯონ მაკარტური აგრძელებს, დიახ, ამავე დროს თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად, როდესაც ამას ამბობთ, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არ უნდა დავიცვათ 10 მცნება. გასაგებია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ამას ვიძახით, ძალიან ბევრი ვარდება ისეთ რაღაცა დასკვნებში, რომ თითქოს და ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა დავიცვათ 10 მცნება, არა. და დიახ, მართალია აწყვეტინებს პიროვნება. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, აგრძელებს ჯონ მაკარტური, რომ ვიყოთ ღმერთის მორჩილი. ჩვენ ამით ღმერთის მორჩილებას ვავლენთ. ვაკეთებთ, შევძლებთ თუ არ შევძლებთ, არ აქვს მნიშვნელობა და სადაც დავარღვევთ, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ დავიცვათ და ვაკეთოთ ის, რასაც 10 მცნება გვეუბნება, რომ გავაკეთოთ, რადგან ღმერთს არ შეუძლია მისი მორალური სტანდარტები. ამაზე აქცენტი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ როცა მიდგება საკე ამ 10 მცნებიდან ერთ-ერთს შაბათის საკითხს, ეს უკვე გამორჩეულია. მას აღარ აქვს მნიშვნელობა. ხედავთ? არანაირი პრობლემა მე არ მაქვს ამ ფაქტთან დაკავშირებით პირადად, რომ შაბათი მაგალითად არის ის ერთი მცნება, რომელიც არასოდეს მეორდება ახალ ათქვაში. მე ხშირად ვისაუბრე ამაზე. და ყველა ადგილას, ნებისმიერ ადგილას, სადაც უფალი იესო ქრისტე იწყებს მცნებების ჩამოთვლას ან მოყვანას პარალელებს, ხო? და სადაც ჩამოთვლის და მე პავლე აკეთებს ამას, სხვებით ჩამოთვლიან მას. შაბათის ცნება აღარსად აღარ მეორდება ახალ ათქვაში. და მიზეზი, მე ბევრჯერ მithქვი ეს, ვიმეორებ, არის იმის გამო, რომ ის რისის სიმბოლოც ეს შაბათი იყო, უკვე დადგა
იესო ქრისტეს მოსვლით, მისი აღდგომით, მისი ჯვარზე გაკვრით უკვე დადგა. ჩვენ შევედით იმ დასვენებაში, რაც არის დიდი სურათი ქრისტეში. ეს არის ებრაელთა 3-4 თავები და ჩვენ შევდივართ ამ მოსვენებაში. ახლა როდესაც რეალობა აქ არის, ქრისტე აქ არის, ჩვენ აღარ გვჭირდება სიმბოლო და ამის გახსენება. და ყოველი დღე უკვე წმინდა ხდება უფლისათვის. ყველა დღე გაიწმინდა. გარდა ამისა, ადრეულმა ეკლესიამ ჩვენ ვიცით რომ დღე დაადგინა არა შაბათი, არამედ კვირის პირველი დღე, რადგან ეს დღე იყო, როდესაც უფალი მკვდრეთით აღდგა. ასე რომ მე არ მაქვს არანაირი პრობლემა იმისა, რომ კვლავ ვიცავ იმ ფაქტს, რომ უფალს თაყვალს სცემენ კვირა დღეს, მაგრამ არა სიმბოლურად ერთ დღეს. ერთი დღე აღარ არის მნიშვნელოვანი, არამედ ყოველი დღე უკვე ჩვენ შევედით ამ დასვენებაში და უფალი ჩვენთვის არის ახლოს ყოველ დღე. დიახ, ეს მართალია ჯონ, გეთანხმებით, კარგით, ძალიან კეთილი და ჩვენ გადავალთ მეორე კითხვას.